შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი. პირისპირ. რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ჯაჯანა მანჯავიძესთან მეხუთე. დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე. ანდაზა. კორნელი უგუნებოდ შეიქნა. ეს რა ხალხს გადავეკიდე? უნდა მოუსვო აქედან, თორემ იასონი, ანტუშა და ვანიკო აღარ მომეშვებიან. შინ მომაკითხავენ. მეც თუ კარისმერეთის სამიკიტნოში მათთან ერთად არღნით ქეიფი დავიწყე, ჩემი საქმე აშენდება. ფიქრობდა, როდესაც აღმართი აიარა და ჯაჯანა მანჯავიძის ეზოს მიუახლოვდა. უნაგირზე გასწორდა. ცხენს სადავე გადაუჭირა და თოხარიგზე გადაიყვანა. თავმომწონეთ და ვაშკაცურად გაიხედა ეზოსაკენ. ჯაჯანას და ლუკაიას თავკაცივით მიესალმა. მათ მიაძახეს. კორნელი, შეგვიცადე, ბატონო. არ ეშვებოდნენ, ღობისაკენ წამოვიდნენ. კორნელიმ ხელით ანიშნა, არ შემიძლიაო, მაგრამ მერმე სახლის ყურეში ლუკაიას ცოლი სალომე და მისი ქალი ქეთუა დაინახა. აღვირი მოზიდა და ცხენი შეაყენა. ლუკაია ღობეზე გადახტა. მას ჯაჯანაც მიჰყვა. ძუნძულით გაეშურნენ კორნელისაკენ. მოღიმარი და ბედნიერი სახით გარს შემოეხვივნენ ორღობეში. შეიქმნა იმერული პატიჟი. ერთი ჭიქა ღვინო დაგვილიე, კორნელი. დედა შენს გაფიცებ. გვიკადრე, ჩემო ბატონო. დაეხმარა ლუკაიას და ჯაჯანას ღობეზე გადმომდგარი სალომე. მობრძანდით, ბატონო, მობრძანდით. ისეთი მუდარით და სახით დაუძახა ქეთუამ კორნელის, რომ ხედრის გული გატყდა. მასპინძელმა ლუკაიამ ცხენს აღვირში წაავლო ხელი. კორნელი ცხენიდან ჩამოვიდა. გვერდში მოხუცი ჯაჯანა ამოუდგა. სტუმრები გააცილე, ბატონო. დიახ, რა დიდებული ხალხი იყო. დიდი შიშიანობა ნახეს ამ თოფ ზარბაზნების გრიალში. სულიმ გალაქტიონის და რაჟდენის ბრალია. რამდენი ხალხი გააფუჭეს, არ დამიჯერეს, ბატონო. გოჯასპირი მენანება, ის უბედურ დღეზე გაჩენილი. ეზოში შევიდნენ. ჭიშკართან კორნელიმ ხელი ჩამოარტყა სალომეს და ქეთუას. ქეთუას გარდა სალომეს ყავდა 2 შვილი, ვაჟები. უმცროსი ჯერ კიდევ ძუძუს წოვდა. ლუკაიამ სკამები გამოიტანა. ქეთუამ ხელპირი დააბანინა ნამგზავრ კორნელის და სუფთა პირსახოძზე შეამშრალებინა. აგაშენა ქეთუა ღმერთმა, შენს ქორწილში მეკეიფოს. უთხრა ფეხში შველ გოგონას კორნელიმ ხანშესული კაცივით. მაგის ქორწილი კაიშვილია. ვინ სულელი გაბრიყვდება და შეირთავს, შენიშნა სალომემ. შეირთავს კი არა, თვალი გეჭიროთ, არავინ მოგტაცოთ, მიუგო კორნელიმ. ქეთუას ბაბუამ, ჯაჯანამ და მამამ ლუკაიამ გაიცინეს. ქეთუა შერცხვა, ხეს ამოეფარა და იქიდან იჭვრიტებოდა.
ნიავმა დაუბერა, აგრილდა. ზე ჩადიოდა და მისი უკანასკნელი სხივები მკვდრის მზესავით ანათებდნენ ჯაჯანა მანჯავიძის პატარა მწვანე მოლიან ეზოში აღმართულ ალვის ხეების კენწეროებს. ლუკაიამ ჩურჩხელა ღვინო და ჭინჭილები გამოიტანა. ტაბლაზე დაალაგა. ხის პატარა სახლის უკან მოდგმულ სამზადიდან ბოლი ავარდა. სალომე სწორუპოვარი დიასახლისი იყო. საქმეს ცეცხლს უკიდებდა. სანამ კორნელი რამდენიმე ჭინჭილას დასცლიდა, საუბარს შეჰყვებოდა და შინ წასვლას დააპირებდა, მან და ქეთუამ ვახშამიც დაამზადეს. მაგიდაზე მოიტანეს და ზედ შესანიშნავი ნახელავი ბადრიჯანი, მწნილი, ჭყინტის ყველი, ხაჭაპურები, ისრი მაყვლის წვენითა და ნიგვზით შეკაზმულ საწებელში ჩაწყობილი შემწვარი ქათამი დაალაგეს. თამადამ ჯაჯანა მანჯავიძემ კორნელის სადღეგრძელო შესვა, დალოცა, ბედნიერება უსურვა და თავისი თავიც არ დაავიწყდა. ჩემთვის დედაშენი ტერეზა დიდი იმედია, რომ გამიჭირდება. მაინც იმას უნდა მივადგე, ხან ცხენი, ხან სიმინდი და ხანაც ტყეში ხის მოჭრავ თხოვო. კერკეტი ქალია. ხელმოჭერილი თუ არ იქნა ბატონო, რას ბრძანებ? ოჯახი დაენგრევა. ესაა მხოლოდ სანახევროდ არასგზით არ დამითმო ჭინჭარეული. მეოთხე დიდან არ გამოვყავართ. კერკეტი ქალია, ვერ გავტეხეთ. ლუკაიამ ეზოს გადაღმა გადაშლილ ყანას ჭინჭარეულს გადახედა. წელსაც მეოთხედი გიწევთ? ჰკითხა კორნელი. დიახ, ახლა ამ დასაქცევმა გვალვამ დაჩაგრა ყანა და რა მოსავალი უნდა მოვიწიოთ? დაგვიდექი შენს გაზრდას ქალბატონთან მოციქულად. სანახევროდ მოგცეს ჭინჭარეული. დაეღრიჯნენ ტერეზას ხანის მოზიარენი ჯაჯანა და ლუკა მანჯავიძეების სტუმარს. კარგი, მოველაპარაკები. შენი ხარე, ჩემო ბატონო. შენ თუ იონასავით მოგხედე, დიდად შეუსუბუქდება სოფელს გაჭირვება. იონა გაჭირვებული და ღატაკი გლეხკაცის მშველელია. დადგება და მისთვის მთელ სოფელში შეწირულობა შეკრიფავს. ზამთარში უნდა ნახო მისი სახლი. სამკითხველო გეგონება. თავს შეუყრის ახალგაზრდობას და წერა კითხვას ასწავლის. მოზრდილებს წიგნებს შეურჩევს. იქვე თავის ოთახში დააჯენს და აკითხებს. შენ კი არავინ გატანს წიგნს. მიეშველა ქეთუა პაპას. შესმეც ჩაიცინა ჯაჯანამ. კორნელი სალომეს დააცქერდა. მერმე ქეთუას შეხედა. ქეთუასაც დიდრონი, შუქიანი და გზნებარე თვალები ჰქონდა. თეთრი ფერხორცი, ლოყა ალისფერ ღვინოსავით ალანძული. ჯაჯანა ისევ სთხოვდა, სანახევრო მიეცა დედამის ჭინჭარეულში. სალომემ კორნელის ბავშვობა მოაგონა. ტერეზას თავის შვილებში ყველაზე გამორჩეულად შენ უყვარხარ. მერე ხელი მოხვია და თავზე აკოცა. ლუკაიამ ყაბალახი მოიხადა. მაგიდისკენ მიიწია. კულა აიღო და ჯაჯანას მიაწოდა. ქალბატონი ტერეზას სადღეგრძელო შესვი. ჯაჯანა მოხვა ტერეზას ქებასა და დიდებას. კულა მეორეჯერ აავსო. ახლა კორნელის მამა მოაგონა. ექიმი გიორგი მხეიძე. მამა შენს, ჩემთვის და ჩემი შვილისათვის ექიმობაში ფული არასოდეს გამოურთმევია. იმისთანა ექიმი იმერეთში არ ყოფილა. არც ნადირობაში, ქეიფობაში და თამადობაში ყავდა ტოლი. ავიციყო და კარგიც. იონა მამა შენმა გამოზარდა. იმან შეაყვარა წიგნი და სწავლა. კორნელის ჯაჯანას სიტყვა ეამა, რადგან მამით ამაყობდა.
მანაც ჯაჯანასაებრ დააქცია პურზე ღვინო და ასე დასცალა კულა. ჯაჯანა დააკვირდა და გაოცდა. თითქოს მის სუფრაზე ახალგაზრდა ექიმი გიორგი მხეიძე ზისო. ისე გავდა შვილი მამას სიცილით და ქცევით. ჭიშკართან კიდევ ერთხელ დალოცეს კორნელი. ამდენი ღვინო თავის დღეში არ დაულევია. ცხენზე შეჯდა. შინისაკენ გაეშურა. ჯაჯანამ და ლუკაიამ კარგად დიდ მანძილზე გააცილეს და სულ იმას ეხვეწებოდნენ. სანახევროდ დაგვითმოს დედაშენმა ჭინჭარეული. რა მოხდება? დაგვითმოს სანახევროდ.